გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე განცხადება არასამთავრობოებმა გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ ერთის მხრივ უზრუნველყოს კანონმდებლობის იმგვარი სრულყოფა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ციხეში არაფორმალური მმართველობის განხორციელების საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ გააძლიეროს დაწესებულებაში შიდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სამინისტროს აღკვეთოს საჯელახსოვრების დაწესებულებების არაფორმალური მმართველობის ფაქტები. ორგანიზაციების საჯელახსოვრების სამინისტროს მოუწოდებენ, რომ მოკლეს ვადებში შეისწავლოს გეგუთის ციხეში არსებული ზოგადი მდგომარეობა და მმართველობის მეთოდები. დააყენოს გეგუთის ციხის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი. განახორციელოს საჯელახსოვრებათა დაწესებულებების ეფექტური მონიტორინგი, რათა აღკვეთილი იქნეს არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტები. ორგანიზაციების სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართავენ, შეისწავლოს აღნიშნული საქმის კონკრეტული გარემოებები. ასევე მნიშვნელოვანია მიმართოს ძალისხმევა ამ და სხვა საჯელახსოვრების დაწესებულებებში მსგავსი პრობლემების გამოვლენის პრევენციისა და აღმოფხვისთვის და საზოგადოებას პერმანენტულად მიაწოდოს ინფორმაცია საჯელახსოვრების დაწესებულებებში არსებული პრობლემების შესახებ. გარდაცვლილ კორტავას ოჯახის წევრებს საია უწევს საადვოკატო დახმარებას. ჩვენი ინფორმაციით სახალხო დამცველი დაინტერესებული ამ საქმით და მიმდინარეობს მოკვლევა. მოუწოდებთ საჯელახსოვრების სამინისტროს, რომ არა მხოლოდ გეგუთის, არამედ ყველა ციხეში შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და აი ამ ეგრეთ წოდებული მაყურებლობის სისტემის არსებობა რამდენჯერმე ფაქტურად აღიარება მოხდა ამის და ეფექტური ნაბიჯებია გადასადგმელი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ეხლავე თუ არ გადაიდგა ეფექტური ნაბიჯები, მე ამის გამოსასწორებლად უფრო მეტი რესურსის ნახარჯვა მოუწევს სახელმწიფოს და თან ფაქტია, რომ ეს იწვევს ადამიანის უფლებების უსერიოზულეს დარღვევებს.